დადასტურდა ის, რასაც მე ვამბობდი, რომ მოწმეების ჩვენებები არის გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს, არაფრით არ განსხვავდება ერთში წევს მათი ობიექტურობა, იმიტომ რომ მე მაგალითად ნახავდით, რომ მოწმეს ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იკითხებოდა, წაუკითხე სხვა მოწმის ჩვენება და ვკითხე, ეს მისი ჩვენება იყო თუ არა და მან დაადასტურა, რომ ეს მისი ჩვენება იყო. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ცხადად ჩანს, რომ ეს არის რაღაცა კოპირებით გადატანილი ჩვენებები და ეს დაადასტურა არა მარტო ჩემმა მკითხვამ, არამედ შემდეგმა დაკითხვებმაც ორივე მოწმის უკვე მეორე დაკითხვის დროს მოწმემ მთლიანად გამორიცხა პირველი მოწმის ჩვენება. ერთი ამბობდა, რომ სათვირი ჩაუტარდა ცალ-ცალკე, მეორე ამბობდა, რომ ერთად, ერთი ამბობდა, რომ წავიდნენ და იქ იყვნენ ერთად მოძრაობდნენ, მეორე ამბობდა, რომ ცალ-ცალკე, ერთი ამბობდა, რომ დაინახა, როგორ დამარხეს რაღაცა, მეორე ამბობდა, რომ არ დაუნახე, იმიტომ რომ რაღაც ეფარებოდა, სულ აბსურდამდე მივიდა და ყველა საინტერესო რაც არის, მოწმემ დაადასტურა, რომ რაც დაიმარხა, ის რა იყო, ამის შესახებ მან ინფორმაცია არ იცოდა. შესაბამისად, მათ შეხედეს, რომ რაღაცები დაიმარხა, წამოვიდნენ და ეს რაღაცა ყუთები ამოღებული იქნა ერთი თვის შემდეგ. ჩემ კითხვაზე, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ვინმე ხომ არ დარაჯობდა, მათ თქვეს, რომ არა და მოწმემა დაადასტურეს, რომ შესაძლებელი იყო იქ ნებისმიერ ადამიანს ის ამოეღო და შეეცვალა. ასე რომ ცალსახად ამ მოწმეები ეს უბრალდების მოწმეები იყო, მაშინ დაცვას ვინმე მოვიყვანოთ, არ ვიცი, მოწმეებმა გააბათილეს ის ბრალდება, რომ კონკრეტულმა პირებმა იქ იარაღი დაფლეს, ის ბრალდება, რომ რაღაც პერიოდის მერე იქიდან იარაღი იქნა ამოღებული, ანუ ცალ-ცალკე ფაქტები გამოძიებას თუ აქვს, რომ ერთი თვის მერე ჩაუტარა ექსპერტიზა იარაღს, ის იარაღი ნამდვილად ამ პირებმა რო დაფლეს, ეს ასე ვთქვათ, მოწმეებმა გააბათილეს. სხვა გაგრძელდება 19-ში, გაგრძელდება სხვა მოწმეების დაკითხვით, ძალიან ისე ბრალდების მოწმეები, ჩვენ აღარ შევუშლით ბრალდებას ხელს მოწმეების დაკითხვაში, იმიტომ რომ ძალიან კარგი მოწმეები მოყავთ. დარბაზმა დაუკრა ტასში, იმიტომ რომ თუ ესწრებოდეთ იქ ფაქტიურად გამამართლებელი სიტყვა თქვა მოწმემ და რადგან მხარდამჭერები იყვნენ დარბაზში, ესე ამოვნათ ეს ამის გამო იქნენ გაძევებული. ჩაითვალა, რომ სასამართლოს ხელს უშლდა, მაგრამ ეს მხოლოდ დღევანდელი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იყო მომდევნო ხტომაზე, ისევ ღია იქნება. ის მოწმეები, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ დღეს სასამართლოზე და შემოდიოდნენ, რა თქმა უნდა, პერიოდულად, ანუ ერთი შემდეგ შემოდიოდა მეორე, როდესაც მანამდე მოწმეებად იყვნენ და ყველა წერტილმძიმით იგივე იდენტური ჩვენება ჰქონდათ, დღეს აღმოჩნდა, რომ სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობენ სხდომათა დარბაზში, როდესაც მოწმეებად იკითხებიან. ურთიერთგამომრიცხავი არის აბსოლუტურად მათი ჩვენებები და ვისაც დანახვა უნდა დღევანდელ დღეს ნათლად დაინახა, თუ როგორი შეთითხნილი იყო ეს საქმე თავიდან ბოლომდე და ეს რა თქმა უნდა დამსახურება იყო ბატონი ადეიშვილის, რომელიც გაძვრა ქვეყნიდან სწორედ იმის გამო, რაც სასამართლო დარბაზში დღეს ხდება, იცის, რომ მას ყველაზე მეტი პასუხისგებლობა ეკისრება და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი პროკურორები ყველაზე დიდი მონდომებით იცავენ მხოლოდ საკუთარ თავს, რადგან ისინი აი ამ გაყალბებული ბრალდების და ჩვენებების იძულების შემდეგ, როდესაც გამოაშკარავდება სინამდვილე და ეს ყველაფერი ნაწილობრივ დღეს უკვე გამოჩნდა პროცესზე, მათი პასუხისგებლობის საკითხი დადგება. ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ აღიარა, რომ იყო პოლიტდევნილი, დღევანდელ დღეს საქართველოში იზის პატიმრის სტატუსით, რაც არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა საელჩო ჩავაყენეთ საქმის კურსში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს და ჩვენ ახლო მომავალში ასევე გეგმავთ საფრანგეთის ელჩთან შეხვედრას, რასაც აუცილებლად გავაკეთებ და გამორიცხული არ არის, რომ პროტესტის ფორმები კიდევ უფრო გამწვავდეს. თუ როგორ და რანაირად ამას მომდევნო დღეებში ყველა დაინახავთ. ერთ-ერთი კითხვის დასმის დროს, როდესაც მე მოწმეს დაუსვი კითხვა მომხდარ გარემოებასთან დაკავშირებით პროკურორმა პირდაპირ სასამართლო პროცესზე, სადაც არ ვიცი 100 ადამიანი ესწრება, პირდაპირ მიმითითა, რომ თურმე წავიკითხო პროცესი, ანუ შეეცადა პროკურორი, რომ ჩაეშალა ჩემი დასმული კითხვა, ამასთან დაკავშირებით აქვე გააკეთა განცხადება, რომ მე თურმე პროცესი უნდა წამეკითხა ხშირ-ხშირად, რომ ცოდნოდა რაღაცეები. შესაბამისად, მან დაარღვია ეთიკის კოდექსი, მათ შორის ყველაფერს თავი დავანებოთ ელემენტარული ურთიერთობა სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მხრიდან. ამის შემდგომ გაკეთდა შესვენება, მოგეხსენებათ, რომ მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება. შესვენების დამთავრების შემდეგ მე ოქრში შესატანად სრულიად შეგნებულად დაუფიქსირებ მოსამართლეს, რომ ჩემი განცხადება შეეტანა ოქრში
და ეს იყო ჩემი ძალიან მკაცრი განცხადება და აბსოლუტურად დამსახურებულად ბრალდების მხარის მისამართით, რომ თუ კი თავს არ დაანებებდა ბრალდების მხარე არაეთიკურ გამოხტომებს, ისეთი რაც გააკეთა მან სასამართლოზე, ანუ პირდაპირ ხალხის თანდასწრებით მიმითითა არასწორად მინდა გითხრათ, არაკვალიფიციურად რომ წამეკითხა ხშირად პროცესი, თუ კი კიდევ გაიმეორებდა მსგავს რამეს ბრალდების მხარე, მე იმ პროცესს, რომელიც საკითხვაზეც მიმითითებდა, დავახევდი თავზე. მე მინდა ბატონ კბილაშვილს მივმართო, რომ ჩამოაცილოს ის პროკურორები, რომლებიც თითქმიდან ოქრუაშვილისა და სხვათა მიმართ იმ ბრალდებებს, რასაც დღეს ვიხილავ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება დაშვებული.